უმეტეს დაკარგული პირის შემთხვევებში გამოძიების პირველი საათები ან დღეები ყველაზე გადამწყვეტია. ეს ის დროა, როცა უმეტეს დაკარგულ ადამიანს პოულობენ და როცა ინფორმაციის თხოვნა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ნომერი 10. ბრაიანი გამოცდილი თამსროი და ლაშქრობის მოყვარული იყო, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა ყინულზე ცოცვის მიმართ. ის კარგად იყო ცნობილი ამერიკელ თამსლოთა საზოგადოებაში, სადაც მას WJB-ს ან თეთრ ჯინსიან ბრაიანს ეძახდნენ, რადგან უყვარდა თეთრ ჯინსებში ცოცვა. მას მრავალი პირველი ასვლა ჰქონდა თავის ანგარიშზე და თავისუფალ დროს პარაცოცვის საზოგადოებას უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანი ძირითადად მის სახლთან ახლოს ნიუ-იორკში მდებარე მთებზე იყო კონცენტრირებული, მას სხვა ქვეყნებშიც უმაღლესი მწვერვალები დაუპყრია. მან შოტლანდია ერთხელ უკვე მოინახულა, ასე რომ მისი 2026 წლის დასაწყისში მოგზაურობა მისთვის ახალი არ იყო. ამჯერად ის პენსიაზე გასვლას ორკვირიანი ვიზიტით აღნიშნავდა. პირველი კვირა მან მეგობრების ერთ ჯგუფთან ერთად გაატარა და ყოველ დღეს წერდა მეუღლეს ამერიკაში, რომ ყველაფერი კარგად იყო. ბრაიანის მეუღლემ ბოლოს მასთან მისი გაუჩინარების წინა დღეს ისაუბრა. მეტი ვიდრე 30 საათი იყო გასული, სანამ მან გააცნობიერა, რომ ბრაიანი დაკარგული იყო. ერთმა მთამსვლელმა მეგობარმა ინტერნეტში ბრაიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მოძიების თხოვნა შენიშნა და ამის შესახებ მას აცნობა. ბრაიანი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც 2026 წლის 29 თებერვალს დილით ბენ დევიზი ასასვლელად გაემართა. როდესაც ის დღის ბოლოს მთაზე ასვლიდან ადაბრუნდა, მისმა ლაშქრობის პარტნიორმა იგი დაკარგულად გამოაცხადა. თავდაპირველად პოლიციამ ზუსტად არ იცოდა, რომელი მარშრუტით სცადა ბრაიანმა ასვლა, მაგრამ დამატებით ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ შეძლეს სავარაუდო გზა აღედგინათ. მიჩნეული იყო, რომ ბრაიანი ცდილობდა მიეღწია CIC-ის ქოხამდე, რომელიც დასასვენებელი ადგილია და სადაც ბევრი ლაშქრობი რჩება მთავარი ასვლისთვის მოსამზადებლად. იქიდან სხვა ლაშქრობებმა განაცხადეს, რომ ბრაიანმა თქვა, რომ აპირებდა ასულიყო ორიონის სახის პირდაპირ მარშრუტზე, რომელიც მთაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული ყინულის ასვლის მარშრუტია. რამდენიმე სხვა მოლაშქრემ ბრაიანი დრის უფრო ადრე შენიშნა, სანამ ის ქოხამდე მივიდოდა. ერთ-ერთმა კი ფოტო გადაიღო, სადაც ბრაიანი მთის ჩრდილოეთ კალთის ქვემოთ ჩანს. ვინც მას შეხვდა, აღნიშნეს, რომ ბრაიანი სრულიად გამოცდილი მთამსვლელი ჩანდა და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მას შეიძლება რაიმე პრობლემა შეექროდა მთაზე. როგორც კი ბრაიანის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, ძებნა მაშინვე დაიწყო. სამთრის ამინდის პირობებმა ძებნა გაართულა და ერთ მომენტში მისი შეჩერებაც კი გახდა საჭირო. თუმცა ძებნა განახდა და ყურადღება დრონების გამოყენებაზე გადაიტანეს. მიუხედავად ფართომასშტაბიანი ჯალისხმევისა, ბრაიანის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ის კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. პოლიციამ მოუწოდა ყველას, ვისაც ბრაიანი უნახავს ან რაიმე ინფორმაცია აქვს, დაუკავშირდეს ნომერზე 101 და მიუთითოს ინციდენტის ნომერი 3566 2026 წლის 19 თებერვლის. ბრაიანი აღწერილია როგორც 6 ფუტი და 1 ინჩი სიმაღლის, მოკლე ნაცრისფერი და თეთრი თმით. ბოლოს ის ნახეს თეთრი სამთო ჩაფხუტით, მუქი ლურჯი ქურთუკით, თეთრი ჯინსებით და ლურჯ-წითელი გეიტერებით. ნომერი 9. როდესაც ლენსი უოტსი გაუჩინარდა, ეს შოკი იყო იმ პატარა ახლო ურთიერთობების მქონე საზოგადოებისთვის, სადაც ის ცხოვრობდა. ბევრი მეზობელი გამოვიდა რჩევებით იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მოხდარიყო დაკარგულ ქალთან, მაგრამ ჯერჯერობით სიმართლე საიდუმლოდ რჩება. ლენსი ბოლოს ნახა მისმა ქალიშვილმა 19 მაისს მის სახლში ედინაში, მისურის შტატში. გოგონას მამის თქმით, ქალიშვილმა კაცის საუბარი გაიგონა, მაგრამ ხმა საკმარისად მაღალი არ იყო, რომ რომელიმე მოზარდს გაეგო რას ამბობდა. მოგვიანებით მათ კარის დახურვის ხმა გაიგეს და მალევე ჩაეძინათ. ღამის 2 საათზე ლინსის ქალიშვილი გაიღვიძა, რომ ტუალეტში წასულიყო და სახლში რამდენიმე უცნაური რამ შენიშნა. კარი, რომელიც სარდაფის პატარა სივრცეში გადიოდა, ღია იყო და მის წინ სამზარეულოს სკამი იდგა. მან ასევე შენიშნა, რომ ლინსის საძინებლის კარი ჩაკეტილი იყო. ეს უჩვეულო იყო, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეშფოთებულიყო და ის ისევ დაწვა. მეორე დილით ლინსი უნდა დაწყებოდა მუშაობას მოხუცთა სახლის დაწესებულებაში, დილის 6 საათზე. ლენსი ერთგული თანამშრომელი იყო, რომელიც თავის მოვალეობებს აღემატებოდა. მისთვის ძალიან უჩვეულო იყო სამუშაოს გაცდენა, განსაკუთრებით ისე, რომ არავისთვის ეცნობებინა. ამავე დროს ლინსის ყოფილი შეყვარებული და მისი შვილის მამაც ამჩნევდა, რომ რაღაცაც რიგზე არ იყო. ღამის ცვლის შემდეგ სახლში დაბრუნებისას მან ლინსის სახლთან ჩაიარა და შენიშნა, რომ მისი მანქანა ისევ იქ იდგა. მან მესიჯი გაუგზავნა, ხუმრობით დაწერა, რომ სამსახური გააცდინა. როცა ლინსიმ არ უპასუხა, ის შეშფოთდა. ლინსის საძინებლის კარი ისევ ჩაკეტილი იყო, მაგრამ ოთახში შესვლა აბაზანიდანაც შეიძლებოდა. ასე რომ მოიქცა მისმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა შენიშნა, რომ საწოლის თეთრეული იმ მდგომარეობაში აღარ იყო, როგორც ლინსი ტოვებდა ხოლმე. თითქმის ყველაფერი სახლში იყო დატოვებული. ერთადერთი რაც აკლდა ლინსის ტელეფონი იყო. აპლიკაციის გამოყენებით მისმა ქალიშვილმა შენიშნა, რომ ტელეფონი სადღაც სახლის ახლოს მდებარეობდა. პოლიციამ მოგვიანებით მოწყობილობა ახლო მდებარე არხში იპოვა. ლინსი დაკარგულად 20 მაისს დღის 3 საათზე განაცხადეს, მას შემდეგ რაც ბოლოს 16 საათით ადრე ნახეს. ლინსი საზოგადოებაში ცნობილი და საყვარელი ადამიანი იყო და როგორც კი ხელისუფლებამ იმ ინფორმაციის მოწოდება დაიწყო, მაშინვე შემოვიდა მინიშნებები. ლინსის სახლიდან მხოლოდ 2 ბლოკში მსხურებმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ მისი გაუჩინარების ღამეს ხმაური გაიგეს. ერთმა მეზობელმა აღნიშნა, რომ რაიონიდან სწრაფად მიმავალი სათვირთო მანქანა დაინახა, ხოლო მეორემ ქალის ყვირილის მსგავსი ხმა გაიგონა.
Initially ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ ბავშვების ხუმრობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ეს ხმა შუაღამისას გაიგეს, მაგრამ ლენცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ახლა ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო. მესამე მეზობელმა დაახლოებით იმავე დროს შენიშნა ქალი, რომელიც მის სახლთან მდებარე შესახვევში გარბოდა. მეზობლის თქმით, ქალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაცას გაურბოდა. ლენცი არ წერილია როგორც 5 ფუტი და 2 დუიმი სიმაღლისა და 125 ფუნტი წონის. მას აქვს ყავისფერი თმა და თვალები, ასევე 3 ვარსკვლავის სტატუ მარჯვენა მხარზე. თუ იმეს აქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდეს სამარდეს სამართალდამცავ ორგანოებს ნომერზე 663 187 2186. დამატება 1. ნომერი 8. საყვარელი ადამიანის გაუჩინარება ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება საშინელი მოვლენა იყოს. მაგრამ როდესაც ამ ადამიანს ისეთი მდგომარეობა აქვს, როგორიცაა დემენცია, ეს განსაცდელი კიდევ უფრო რთული ხდება. ივანი ბოლოს პირადად ნახეს 2026 წლის 12 აპრილს, როდესაც ის ტოვებდა სოციალურ კლუბს ლეპინგტონის რაიონში, დასავლეთ სიდნეიში. მისი ცხოვრების შემდეგი 12 საათი აღდგენილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, მაგრამ საწავი და მას შემდეგ, რაც ბოლოს კამერის ხედვიდან გაქრა, კვლავ საიდუმლოდ რჩება. მისი ოჯახის თქმით, ივანი ცხოვრობს ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებაში, სადაც მას ზრუნვასა და მხარდაჭერას უწევენ დემენციასთან სხვა ცხოვრებისათვის. ის ჯერ კიდევ საკმაოდ აქტიურია და თავისუფლად გადაადგილდება. მიუხედავად იმისა, რომ 75 წლისაა, მას შეუძლია დიდი მანძილების გავლა. ივანმა შუადღე გაატარა ისტრას სოციალური კლუბში და იქიდან დაახლოებით 5:30 საათზე გამოვიდა. გაუმძიებლებს აქვთ მომდევნო რამდენიმე საათის მოვლენების ქრონოლოგია. ივანი მატარებლით გაემგზავრა გლენფილდში, ხოლო დაახლოებით 7:30 საათზე დაბრუნდა ლეპინგტონის სადგურზე. იქიდან ის როსმორის სოფრის საკუთრებაში გადავიდა. საღამოს 9-დან 10 საათამდე ის რამდენიმე საკუთრების გარეთ შეამჩნიეს მოწმეებმა, სანამ ისევ გაუჩინარდებოდა. ივანი შემდეგ დაფიქსირდა სათვალთვალო კამერაზე, როდესაც 12:45-ზე გადაკვეთა ბრინგალის გზა. კადრებში ჩანს, როგორ მიდის ივანი გზის შუა ზოლზე და ერთმა მძღოლმა თითქმის სულად გააჩერა მანქანა, რომ არ დაეჯახა მას. ერთ მომენტში ის გაჩერდა, გზის პირას ჩამოჯდა და 9 წუთის განმავლობაში იჯდა, სანამ ისევ სიარულს დაიწყებდა. ბოლო დადასტურებული ნახვა აჩვენებს, რომ ივანი ჩრდილოეთით მიდიოდა Kelvin Park Drive-ისა და Northern Road-ის მიმართულებით. ივანის ქალიშვილის თქმით, შესაძლოა კიდევ ერთი კამერის ჩანაწერი არსებობდეს, სადაც დაკარგული კაცი ჩანს. მეგობარმა, რომელიც Kelvin Park Drive-ზე ცხოვრობს, უსაფრთხოების კამერით გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადის ვიღაცა ფანერით ამ ტერიტორიაზე შუაღამის შემდეგ, იმ დღეს, როცა ივანი ბოლოს ნახეს. პოლიციის თქმით, სავარაუდოდ ეს ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ამ რაიონში ღამის სეენებებით იყო ცნობილი. თუმცა იმავე უსაფრთხოების კამერამ კიდევ ერთი ადამიანი დააფიქსირა, რომელიც ამ ტერიტორიაზე 4:24-ზე გადიოდა. ამჯერად ფანარი არ ჰქონდა და კაცი უფრო ნელა მიდიოდა. პოლიციას ჯერ არ შეუძლია დაადგინოს, იყო თუ არა ეს ივანე, მაგრამ მისი ოჯახი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი კვალი იყოს დროის ხაზში. მიუხედავად იმისა, ბოლო ნახვა Kelvin Park Drive-ზე იყო თუ Bringley Road-ზე, ივანე მას შემდეგ, რაც 13 აპრილის დილას ნახეს, აღარავის უნახავს. ოჯახი, მეგობრები და პოლიცია მოწმეებს მოუწოდებენ, რომ გამოჩნდნენ. მინიმუმ ერთი შესაძლო ნახვა გამორიცხეს, მაგრამ ოჯახს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ვინმე რამე იცის და ისინი დაეხმარებიან ივანეს პოვნაში. ივანე აღწერილია როგორც 5 ფუტი და 4 დუიმის სიმაღლის, საშუალო აღნაგობის და მოკლე ნაცრისფერი თმით. ბოლოს ის ნახეს თეთრი ადიდასის მაისურით, მუქი ლურჯი შორტებით, თეთრი წინდებით და მუქი ფერის ფეხსაცმლით. თუ იმეს აქვს ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს Crime Stoppers ნომერზე 1-803 33 0000 1-800-333-000 ან ქრემოთ მოცემულ მულზე. ნომერი 7. თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რობერტ ფოქსი უცნაურ გარემოებებში გაუჩინებდა. მისი ოჯახის მიერ ჩატარებული საწვისი გამოძიების შემდეგ ძალიან ცოტა ახალი კვალი აღმოაჩინეს, რაც შეიძლება ახსნდეს, რა დაემართა მას. რობერტი ბოლოს 2026 წლის 19 მარტის საღამოს ნახეს. მან ცოლის სახლში მიიყვანა, შემდეგ კი ოჰაიო შტატის South Point-ში, Lick Creek-ის რაიონში გაემგზავრა მეგობართან სტუმრად. მეორე დილით მისმა ოჯახმა შეამჩნია, რომ სახლში არ დაბრუნებულა. მისი ცოლის ლეტიციას თქმით, ძალიან უჩვეულო იყო, რომ რობერტი სახლში არ დაბრუნდა. გარდა ამისა, გაუჩინარების ღამეს ის მისი ცოლის მანქანას მართავდა და მისთვის უჩვეულო იყო, რომ ცოლი მანქანის გარეშე დაეტოვებინა. რობერტის ოჯახმა თავად დაიწყო ძებნა და მალევე იპოვეს დაკარგული მანქანა ლოურენს ვილიჯის ბინების გარეთ გაჩერებული. შენობის გარეთ ბილიკზე მათ მისი გასაღებები და ტელეფონი იპოვეს, მაგრამ არანაირი კვალი არ იყო იმისა, თუ სად შეიძლებოდა წასულიყო რობერტი. ერთმა კამერამ დააფიქსირა, როგორ გააჩერეს მანქანა ბინის გარეთ და როგორ გადმოვიდა კაცი მანქანიდან. ლეტიცია შეძლო დაედასტურებინა, რომ ეს ადამიანი რობერტი არ იყო და არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა იმისა, რომ მისმა ქმარმა ოდესმე მოინახულა ეს საცხოვრებელი კომპლექსი. რობერტი იმავე დღეს დაკარგულად გამოცხადდა და პოლიციამ დაიწყო საკუთარი გამოძიება მისი გაუჩინარების საქმეზე. კაცის ვინაობა, რომელიც უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს, ცნობილია, თუმცა ეს საჯაროდ არ გამოუცხადებიათ. ლეტიცია მედიას უთხრა, რომ პოლიციამ დაკითხა ეს კაცი და გამოიძია მისი ქონება, მაგრამ ვერ იპოვეს რაიმე კვალი, რაც ახსნიდა რა დაემართა მის ქმარს. გაუმძიებლებმაც განაცხადეს, რომ აღასრულეს უამრავი ჩხრეკის ორდერი და გამოკითხეს საზოგადოება. თუ რომელიმე ამ გამოკითხვიდან რაიმე მტკიცებულება გამოვლინდა, ეს არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი.
გაუნძიებლები ამბობენ, რომ სჯერათ ვიღაცამ რაღაც იცის ამ საქმეში. რობერტის ოჯახი კვალს მიმართავს საზოგადოებას ინფორმაციისთვის და ცდილობს კერძო ძიებების ჩატარებას. სამწუხაროდ, რაიმე ინფორმაციის გარეშე, რაც დაეხმარებოდა საძიებო ტერიტორიის შემცირებაში, ფართომასშტაბიანი კერძო ძიების ჩატარება რთული აღმოჩნდა. ჯერჯერობით არანაირი ახალი კვალი საჯაროდ არ გამოჩენილა, გარდა იმ ინფორმაციისა, რაც რობერტის ოჯახმა აღმოაჩინა, როდესაც ის პირველად გაუჩინარდა. რობერტი ბოლოს ნახეს ცისფერ King Daughters-ის მაისურში, ხაკისფერი შავლითა და თეთრი სპორტული ფეხსაცმელებით. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს ლოურენსის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 700-522 3525, ნომერი 6. კეითი მუშაობდა მულტიმედიის პროდიუსერად კრეატიულ სააგენტოში და ეხმარებოდა კამპანიების ჩატარებაში ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Smegi, Kia Australia და Commonwealth Bank. ის ხშირად ჩანდა სიდნეის აღმოსავლეთ გარეუბნებში და არ ჩანდა, რომ რაიმე სახის რისკიან საქმიანობაში იყო ჩართული. კეითის გაუჩინარების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ერთ მომენტში მისმა ახლობლებმა გააცნობიერეს, რომ არავის ჰქონდა წარმოდგენა სად იყო ის. ის დაკარგულად განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში და დაიწყო გამოძიება მისი გაუჩინარების საქმების საქმეზე. პოლიციამ შეძლო კეითის ბოლო ცნობილი გადადგილებების დადგენა იმ საღამოსთვის, როცა მან ბოლოს ისაუბრა ტელეფონზე. 23 მაისს დაახლოებით 19:40 საათზე ის ბონდი ბიჩზე შენიშნეს. ამ დანახვის ზუსტი დეტალები საჯაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ ეს ის ადგილი იყო, სადაც კეითი ხშირად დადიოდა. ეს სანაპირო სიდნეის გარეუბნის ნაწილია და კეითისთვის კარგად ნაცნობი ადგილი იყო. ეს ადგილი ასევე უკიდურესად საშიშია და ცნობილია ძლიერი უკუქცევითი დინებებით. დინებამ შევამ შეიძლება ძლიერი მოცურავეებიც კი მოულოდნელად გაიტაცოს. 2005 წლიდან 2019 წლამდე ამ სანაპიროზე 20-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, მათი უმეტესობა წყალში დაიღუპა. უცნობია იყო თუ არა კეითი წყალში მისი გაუჩინარების დღეს. ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად კეითის გაუჩინარებამ საერთაშორისო აუდიტორიამდე მიაღწია. სანამ კრეატიულ სააგენტოში დაიწყებდა მუშაობას, მან 7 თვე იმუშავა Endemol Shine-ში, ავსტრალიაში. სადაც ის რეალიტი შოუს პირველივე ნახვაზე დაქორწინებულები მე-12 სეზონის პროდიუსერია. კეითი აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის, სიმაღლეში 5 ფუტი და 2 ინჩი, გამხდარი აღნაგობის, ყავისფერი თვალებითა და ყავისფერი თმით. მას მარჯვენა ხელზე პატარა შავი პეპლის სტატუ აქვს. იმ დროს, როცა ის გაუჩინარდა, რა ტანსაცმელი ეცვა, აღწერილი არ არის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს Crime Stoppers ნომერზე 1-800-301 800-03-550. ან ქვემოთ მოცემულ ბმულზე. ადგილობრივმა პოლიციამ საზოგადოებას შეახსენა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურად მუშავდება და არ უნდა გადაეცეს ახალი სამხრეთი უელსის პოლიციას სოციალური მედიის საშუალებით. ნომერი 5. ლუსის გაუჩინარებიდან მხოლოდ ცოტა მეტი ვიდრე ერთი კვირა გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და იმედები დიდია, რომ დაკარგული ადამიანი უსაფრთხოდ დაბრუნდება სახლში. ლუსი კენტიდან, ინგლისიდან, თმისა და სილამაზის ფამაზის სფეროში მომუშავე და ერთი შვილის დედაა. ოჯახის თქმით, ის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში გაემგზავრა მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად, თუმცა ზუსტად რომელი ფესტივალი იყო ეს არ დაუკონკრეტებიათ. ლუსისთან ყველა კომუნიკაცია 30 მაისს შეწყდა, რაც ასევე მისი ბოლო დაფიქსირებული ნახვის თარიღია. მომდევნო კვირის განმავლობაში მისი მეგობრები და ოჯახი ჩვეულებრივ ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, მაგრამ დაკარგული ტურისტისგან პასუხი არ მიუღიათ. ერთი კვირის სიჩუმის შემდეგ მათ იგი დაკარგულად გამოაცხადეს და დაიწყო საერთაშორისო საძიებო ოპერაცია. საწყისი ცნობებით ირკვეოდა, რომ ლუსის ბოლოს ბრესტში, ბრეტანის ქალაქში ნახეს, თუმცა როდესაც ინფორმაციის თხოვნა დაიწყო, ახალი დეტალები გამოიკვეთა. გამოიკვეთა, რომ ლუსი ბრეტანში ჩასვლის შემდეგ პარიზის ბერსის რაიონში შენიშნეს. ლუსის მამინაცვლის თქმით, ის ძალიან დაუცველია და ოჯახი მის უსაფრთხოებაზე ღელავს. იმის გამო, რომ საქმე ძალიან ახალია, ლუსის გაუჩინარებაში კითხვები ბევრად მეტია ვიდრე პასუხები. ინფორმაციის მოწოდების თხოვნებში ჯერჯერობით არ არის მითითებული დეტალები იმის შესახებ, რა ეცვა ლუსის ბოლოს, ან როდის ნახეს იგი ბოლოს. კენტის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობენ პარტნიორ სააგენტოებთან, მათ შორის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისთან, ასევე ინტერპოლთან, რათა დაეხმაროს ყველა ვისაც აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ, უნდა დაუკავშირდეს ნავშირდეს ნომერს 999 და მიუთითოს საქმის ნომერი 01-654. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ აცნობოთ ნომერზე 101 ან ონლაინ რეჟიმში, პოლიციის დეპარტამენტის live chat-ის ბულზე, რომელიც ქვემოთ არის მითითებული. ნომერი 4. ზაფარ პადამსი მავანი და გილერმო ჯაფეტ იდალგო ორტისი, ჩიკაგოელი წყვილი, მეხიკოში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა ხანდაზმულ ნათესავსოს დახმარებოდნენ. გადასვლიდან ნაკლებად ვიდრე 1 წლის შემდეგ წყვილი საეჭვო გარემოებებში გაუჩინარდა, რის გამოც მათი მეგობრები აშშ-ში ცდილობენ გარკვიონ რა მოხდა. მეგობრებისა და ოჯახის წევრების თქმით, გილერმო ჩიკაგოს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენელი იყო, ხოლო ზაფარი ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
2025 წლის ოქტომბერში სკოლმა დატოვა აშეთეში არსებული სახლი და მეხიკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ზაფარის დედა ცხოვრობდა. მას ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს და დამატებითი დახმარება სჭირდებოდა. მომდევნო 8 თვის განმავლობაში წყვილი ეტაპობრივად ცდილობდა ზაფარის დედის ცხოვრების გაუმჯობესებას. 2026 წლის 20 მაისი კიდევ ერთი შეხვედრა უნდა ყოფილიყო ამ ამოცანის შესასრულებლად. მანამდე ისინი ადგილობრივ კონტრაქტორებს შეხვდნენ, რათა სახლში სავარძლის ლიფტის დაყენების საკითხი განეხილათ, რაც ზაფარის დედას მეტმობილობასა და დამოუკიდებლობას მისცემდა. 20 მაისი შემდგომი შეხვედრა უნდა ყოფილიყო და ისინი უპრობლემოდ მივიდნენ ტალაპანის ასიდრო ფაბელას უბანში. მაგრამ მეგობრების თქმით, გილიერმო მათთან თავისი ტელეფონის მდებარეობა მალევე გააზიარა მისვრის შემდეგ. ეს უჩვეულო იყო და მათ სჯეროდათ, რომ ეს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებდა, რომ რაღაცაზე ღელავდა. მაგრამ არც ერთ მამაკაცს არ გაუგზავნია შეთხოვინება და არც დახმარებისთვის დაურეკავს. იმ დროს, როცა მათი მდებარეობა გაზიარდა, მიიჩნევა, რომ ისინი სავარაუდო კონტრაქტორებთან ერთად მანქანაში ისხდნენ, სადღაც საღამოს 6:20 საათისთვის. ორივე ტელეფონი WhatsApp-ზე გაითიშა. არც ზაფარი და არც გილიერმო სახლში აღარ დაბრუნებულან. მხოლოდ გაუჩინარება უჩვეულო იქნებოდა იმ წყვილისთვის, რომლებმაც სხვა ქვეყანაში გადასახლება მხოლოდ ავადმყოფი ნათესავის დასახმარებლად გადაწყვიტეს. მაგრამ ერთ-ერთი მამაკაცის საბანკო ანგარიშის აქტივობამ მომდევნო 2 დღის განმავლობაში მეგობრებსა და ოჯახს დაანახა, რომ რაღაც სერიოზულად იყო არასწორი. დაახლოებით 24 საათის შემდეგ, რაც ისინი ბოლოს ნახეს, ერთ-ერთი მამაკაცის საბანკო ანგარიშზე გარკვეული აქტივობა დაფიქსირდა. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ვიღაცამ რამდენიმე ადამიანი დაარეგისტრირა დიდი თანხების გადარიცხვებისთვის. ბანკმა ავტომატური შეთხოვინებები გაგზავნა ამ რეგისტრაციებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც წყვილის ახლობლები უცნაური აქტივობის შესახებ გააფრთხილა. ზაფარი და გილერმო დაკარგულად გამოცხადდნენ 23 მაისს, მხოლოდ 3 დღის შემდეგ, რაც ისინი უკვალოდ გაუჩინარდნენ. ოჯახის წევრები და მეგობრები ამერიკაში მოუწოდებენ აშესეში საელჩოს ჩაერთოს ამ საქმეში. მექსიკის საკონსულომ ჩიკაგოში განაცხადა, რომ მზად არის კონსულური დახმარება გაუწიოს უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა, როდესაც აშშ-ში პირველად გავრცელდა ინფორმაცია გაუჩინარების შესახებ. მას შემდეგ საქმეზე თითქმის არანაირი ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ზაფარი აღწერილია როგორც 56 წლის 5 ფუტი და 7 ინჩი სიმაღლის, კენიური წარმოშობის ადამიანი. ბოლოს ის წიწითელ უჯრედებიან პერანგში ნახეს. გილიერმო გაუჩინარების დროს 47 წლის იყო, 5 ფუტი და 7 ინჩი სიმაღლის, ჰქონდა გახრეთილი ყურები და ხელის შიგნით სიყვარულისა და მშვიდობის ტატუ. ბოლოს ის კრემისფერი პოლო პერანგით ნახეს. ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, შეუძლია დაუკავშირდეს ხელისუფლებას ნომერზე 545 484 0430 ნომერი 3. როდესაც სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა დაითლეს დაკარგული ჰოლანდიელის ძებნა პატარა კარიბის კუნძულზე, ეს პირადი საქმე იყო. მოხვა ერთი კვირის ინტენსიური ძებნა, მაგრამ ერიკ მათისონი კვლავ დაკარგულად ითვლება. ერიკი გაუჩინარების დროს 53 წლის იყო. ის იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ჰოლანდიის მატერიკიდან, რომელიც საბაზე გაემგზავრა, რათა მუშაობა დაეწყო მთის სცენერის კოშკის პროექტზე. ყველაფერი როგორც ჩანს გეგმის მიხედვით მიდიოდა და ერიკი თავისუფალ დროს კუნძულზე ყოფნას სიამოვნებით ატარებდა. ერიკი ბუნების მოყვარული იყო, ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, როცა 13 მაისს ლაშქრობაში წავიდა. იმ საღამოს ერიკი თავის საცხოვრებელში აღარ დაბრუნდა. მალევე მიხვდნენ, რომ ის დაკარგული იყო და დაკარგული მოგზაურის საძიებო სამუშაოები მაშინვე დაიწყო. მიწის საძიებო სამუშაოები დაიწყო Fort Base რაიონში, ხოლო ადგილობრივებს თხოვეს შეემოწმებინათ კამერების ჩანაწერები დაკარგული მამაკაცის კვალის საფოვნელად. ხელისუფლებამ ასევე გამოიყენა თერმული გამოსახულების დრონები ერიკის მოსაძებნად. კამერების ჩანაწერებმა საძიებო ჯგუფებს დაეხმარა, რომ რამდენიმე სავარაუდო ადგილი გამოეკოთ, სადაც ერიკი შეიძლება წასულიყო სალაშქროდ. 4 საძიებო ჯგუფი გაიგზავნა ბილიკებზე გამოვლენილ ტერიტორიებში. სხვა მოგზაურებს თხოვეს თავი შეეკავებინათ ბილიკებზე გადაადგილებისგან, რათა არ შეეშალათ ხელი საძიებო სამუშაოებისთვის. კუნძულზე ანძის პროექტისთვის ჩამოყვანილი ვერტმფრენები ახლა უკვე დაკარგული მუშაკის მოსაძებნად გამოიყენებოდა. 17 მაისს ნიდერლანდების ურბანული საძიებო და სამაშველო ჯგუფი ჩამოვიდა. ეს არის სპეციალიზებული საგანგებო რეაგირების ჯგუფი, რომელიც სტრუქტურული ნგრევის შემდეგ მსხვერპლთა პოვნასა და სამედიცინო დახმარების გაწევაზეა ორიენტირებული. ჯგუფი მუშაობს როგორც ნიდერლანდებში, ასევე საზღვარგარეთ. ეხმარება ბუნებრივი კატასტროფების, მაგალითად მიწის ძვრების შემდეგ. ჯგუფში შედის 200-ზე ნაკლები მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ერთ-ერთი მათგანი იყო ერიკი. ერიკი წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს პარამედიკოსად ამ ორგანიზაციაში. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხვდიდა მის პოვნას ორგანიზაციისთვის. სამწუხაროდ, მაშინაც კი როცა ისინი მივიდნენ, ერიკის ცოცხლად პოვნის შანსები ძალიან მცირე ჩანდა. 82 საათის განმავლობაში დაკარგული კაცის კვალის გარეშე ხელისუფლებამ გამონცხა მოწმების ოპერაცია, ახლა უფრო ცხედრის მოძიების ოპერაციად ითვლებოდა ვიდრე სამაშველოდ. ეს არ შეუშლია ხელი სამძებრო ჯგუფებს, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ დაკარგული კაცის საფოვნელად. ერთი კვირის ინტენსიური ძებნის შემდეგ ჯგუფმა უნდა გამოაცხადოს, რომ ოფიციალური სამძებრო ოპერაცია დასრულდა. დაკარგული ერიკი ვერასდროს იპოვეს. ის კვლავ დაკარგულად ითვლება და ვინც ამ ზაფხულს ლაშქრობაში წავა, ყურადღებით უნდა იყოს და თავადაც უსაფრთხო ლაშქრობის წესები დაიცვას. ერიკი ბოლოს ნახეს ნაცრისფერი მაისურით, შავი შორტებით და შავი ზურგჩანთით.
ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, თხოვენ დარეკოს 911-ზე. ნომერი 2. 4 თვის განმავლობაში სამუელ უიტსეტის ოჯახი და მეგობრები ცდილობენ გაარკვიონ რა დაემართა მათ დაკარგულ საყვარელ ადამიანს. პოლიციამ შეძლო მისი კარვის პოვნა პოპულარულ სასეირნო ბილიკზე, მაგრამ ვიქტორიელი მამაკაცი კვლავ დაკარგულად ითვლება. სამუელი 20, 7 წლის იყო გაუჩინარების დროს და ბუნებაში ყოფნა ძალიან უყვარდა. მისი ოჯახის თქმით, ის ხშირად ბუნებაში საკუთარი ძალებით ცხოვრობდა და მისთვის უჩვეულო არ იყო, რომ ხანმოკლე პერიოდით კონტაქტი გაეწყვიტა. მაგრამ როცა კვირები გავიდა და მისგან არავინ არაფერი გაიგო, ოჯახი შეშფოთდა და სამართალდამცავებს მიმართა. თავდაპირველად დაკარგული მამაკაცის ბოლოს ნახეს 14 თებერვალს მელბურნის ვიქტორიის ერთ-ერთ გარეუბანში. საწყისი ძიება და გამოძიება სწორედ ამ რეგიონზე იყო კონცენტრირებული. მხოლოდ აპრილში მას შემდეგ რაც სამუელი ბოლოს ნახეს, 2 თვეზე მეტი გავიდა ძიება ქვეყნის სხვა ნაწილში გადაერთო. სამუელი აღმოსავლეთ პერჩი ნახეს 18 თებერვალს, 4 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც ბოლოს ვიქტორიაში ნახეს. მიმდინარე ინფორმაციის მიხედვით, სამუელი ერთმა კაცმა ჩამოსვა ბიბლბუმის ბილიკთან, ბროქტონის გზატკეცილზე, ალბანის გზატკეცილის ახლოს, არმადეილში. ეს ბილიკი გრძელ მანძილზე გასასვლელი საფეხმავლო მარშრუტია, რომელიც ალბანისა და პერტს შორის 620 მილზე მეტს მოიცავს. ის ცნობილია თავისი ლამაზი ხედებით, რომელშიც შედის ხეობები, მინდვრები და ტყეები, თუმცა ბილიკი კარგად არის მოვლილი და მთელ სიგრძეზე რეგულარული ნიშნულებითაა აღჭურვი. ბილიკის დიდი ნაწილი მოიცავს რამდენიმე ბანაკს, რომლებიც ერთმანეთიდან ერთი დრის სავალზეა განთავსებული. თუმცა ბილიკის ვებგვერდი აფრთხილებს, რომ შეუძლებელია მთელი მარშრუტის გავლა ისე, რომ ყოველღამე საცხოვრებელში დარჩე. სამუელის გამოცდილება როგორც ბუშუოკერისთვის იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე დღე რეგულარული საცხოვრებლის გარეშე ყოფნა მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ბოლო ნახვისას მასთან ჰქონდა ბანაკის აღჭურვილობა და როგორც ჩანდა მზად იყო ლაშქრობისთვის. მარტის ბოლოს სხვა მოგზაურებმა ბილიკზე მიტოვებული კარავი შენიშნეს. ის მდებარეობდა კენინგ-ჰათთან, ხოლო რამდენიმე საათის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც სამუელი ბოლოს ნახეს. მიტოვებული კარვის შესახებ ხელისუფლებას აცნობეს, მაგრამ თავდაპირველად არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ 1 თვის შემდეგ დააკავშირეს კარავი დაკარგულ კაცთან. პოლიციამ და სამაშოო ჯგუფებმა ტერიტორია გულდასმით გაჩხრიკეს, სამუელის ან მისი სხვა აღჭურვილობის კვალის საპონეოდ, რაც შეიძლებოდა თან წაეღო. დრონები გამოიყენეს და პოლიციამ დრონით გადაღებული კადრები საზოგადოებას გაუზიარა, რათა ინფორმაცია მიეღოთ. სამწუხაროდ ახალი კვალი ვერ აღმოაჩინეს. საძიებო ჯგუფებმა ვერ დაადგინეს, რატომ დატოვებდა სამუელი თავის კარავსა და სხვა ნივთებს. ბიბლბუმის ბილიკი ხაზოვანი სავალია. კარავში დასაბრუნებლად სამუელს უკან იმავე გზით უნდა ევლო, რა გზითაც მოვიდა, რადგან ეს ბილიკი წრიული არ არის, როგორც სხვა სასეირნო ბილიკები. შეიძლება მხოლოდ მცირე მანძილის გავლა ჰქონდა განზრახული კარვიდან, სანამ რამე მოხდებოდა. თუ ასეა, არანაირი კვალი იმისა, რაც მოხდა, არ დარჩენილა. სამუელი აღწერილია როგორც 5 ფუტი 7 ინჩიდან 5 ფუტი 11 ინჩის სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, ყავისფერი თმით, წვერითა და ულვაშით. მას მარცხენა ხელზე ტატუები აქვს. ბოლოს ის ნახეს შავი შარვით, წითელი მაისურით ან ღია ფერის ჯემბრით და სლაიდ სანდლებით. პოლიცია მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, დაუკავშირდეს მათ ნომერზე 1314 ან Crime Stopper-ზე ნომერზე 1830, ნომერი 1. ლაშქრობა ნებისმიერ დროს რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მარტო მოგზაურებისთვის. მაგრამ აპრილში ნოვასკოში ლაშქრობას თავისი უნიკალური საფრთხეები აქვს, რომელთა შესახებაც ბევრმა მოგზაურმა შეიძლება არ იცოდეს. რთული რელიეფის, ცივი ამინდისა და ველური ბუნების გამო ბევრი გამოწვევა შეიძლება მოგზაურს სახლში დაბრუნებაში შეუშალოს ხელი. 62 წლის დენის ენ უილიამსი ფიქრობდა, რომ მზად იყო ამ გამოწვევებისთვის, როდესაც აპრილის შუა რიცხვებში კეიპ ბრეტონის მაღალმთიანეთის ეროვნულ პარკში გაემართა. მაგრამ 2 კვირის განმავლობაში კონტაქტის გარეშე ყოფნის შემდეგ მისმა მეგობრებმა და ოჯახმა began to fear something was wrong. კეიპ ბრეტონის მაღალმთიანეთის ეროვნული პარკი მდებარეობს კეიპ ბრეტონის კუნძულის ჩრდილოეთ კიდეზე, კანადის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ის ცნობილია თავისი თვალწამტაცი ხედებით, მათ შორის მთებით, ჩანჩქერებით და შედიაკ კემპის მდინარით. აქ ასევე ბინადრობს ზოგიერთი საშიში ველური ცხვრის ცხოველი. კანადის პარკები აფრთხილებს მოგზაურებს ირმებისა და შავი დათვების შესახებ, რომლებიც პარკში ცხოვრობენ. ასევე არსებობს კოიოტებისგან მომდინარე რისკი. ეს პარკი არის ადგილი, სადაც ერთადერთი ცნობილი მომაკვდინებელი კოიოტის თავდასხმა მოხდა ზრდასრულ ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკიდურესად იშვიათი შემთხვევა იყო, ეს საფრთხე კვლავ რჩება ადამიანებისთვის, რომლებიც პარკში შესვლას აპირებენ. მაშინაც კი თუ ველურ ცხოველებს არ ჩავცვით, რთული რელიეფი და ჭაობიანი ადგილებით სირთულეს წარმოადგენს. კანადის პარკები აკადემიური ბილიკს საშუალო სირთულის კატეგორიაში აყენებს, სიმაღლის მატებითა და რამდენიმე მოკლე მკვეთრი აღმართით. ის ასევე გადაკვეთს წყლის ობიექტებს, რაც დამატებით სირთულეს ქმნის. მიუხედავად ამისა, დენისისთვის ეს დიდი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. დენისი ავსტრალიაში მდებარე თავის სახლიდან კანადაში იყო ჩასული. ის სათავგადასავლო შვებულებაში იმყოფებოდა, იკვლევდა კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს და დადიოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილებში. ის გამოცდილი მთასვლელი იყო და როგორც ჩანს, მარტო მოგზაურობა არ აშინებდა.
მისი ოჯახი ბოლოს 15 აპრილს ესაუბრა, როცა დენისი უთხრა, რომ მიდიოდა შედია კემპში, მეთევზეთა სოფელში, რომელიც კეიპ ბრეტონის კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მისთვის უჩვეულო არ იყო, რომ ასეთი ლაშქრობების დროს მოკლე პერიოდით კავშირს წვეთდა. კეიპ ბრეტონის ჰაილენდსის ეროვნული პარკში მობილური კავშირის სიგნალი სუსტად მუშაობს, ამიტომ ოჯახთან მუდმივი კონტაქტი რეალისტური არ იყო. მაგრამ როცა 2 კვირა გავიდა მისგან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, მათ დაიწყეს ფიქრი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დენიზი დაკარგულად 29 აპრილს გამოაცხადეს და კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციამ მაშინვე დაიწყო გამოძიება. დიდი დრო არ გასულა, რომ დენიზის დაქირავებული მანქანა იპოვეს პარკების კანადის ვიზიტორთა ცენტრთან, შედია კემპში, აკადიელთა ბილიკის დასაწყისთან ახლოს. ადგილობრივების თქმით, ის იქ 2 კვირაზე მეტი იყო უვნებლად დარჩენილი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დენიზი მთელი ამ დროის განმავლობაში პარკში იყო დაკარგული. ვიზიტორთა ცენტრი დახურული იყო იმ დროს, როცა დენიზი გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ პარკი მთელი წლის განმავლობაში ღია, ვიზიტორთა ცენტრი მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე მუშაობს. ეს იმას ნიშნავდა, რომ დენის ბილიკებზე სასეირნოდ პარკის საშვი არ სჭირდებოდა, მაგრამ ასევე იმასაც, რომ არავინ იცოდა, რომ ის პარკში იყო. თუ დენიზი აკადიანის ბილიკს აერჩევდა, მას უნდა შეძლებოდა მისი გავლა ერთ დღეზე ნაკლებ დროში. როცა ის დღის ბოლოს არ დაბრუნდა, პარკის თანამშრომლები შეამჩნევდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუ დენიზი პარკს ჩვეულ სამუშაო სეზონზე ესტუმრებოდა. მაგრამ როგორც იყო, მისი გაუჩინარება კვირეების განმავლობაში ვერავინ შენიშნა. დაკარგული მოგზაურის მოსაძებნად ფართომასშტაბიანი ძებნა დაიწყო. სამაშველო ჯგუფების თქმით, მათ დროის უმეტესობა ჩვეულ ბილიკებს მიღმა ძებნაში გაატარეს. თოლმა და სქელმა მცენარეულობამ ზოგ ადგილებში მიწის დანახვა გაართულა. ერთმა ჯგუფის წევრმა აღნიშნა, რომ ძებნისას საკუთარი ფეხებიც კი ვერ დაინახა. ის ფაქტი, რომ დენის სავარაუდოდ მუქი ფერის პალტო ეცვა, ძებნას კიდევ უფრო ართულებდა. 5დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ ჯგუფებმა ვერაფერი იპოვეს, რაც დენისის ადგილსამყოფელზე რაიმე მინიშნებას მისცემდა, ან ძებნის არეს შეამცირებდა. ძებნა შეწყვიტეს, სანამ ახალი ინფორმაცია არ გამოჩნდებოდა. როდესაც ტრადიციული ლაშქრობის სეზონი იწყება, ბილიკზე მყოფ ყველა ადამიანს თხოვენ ყურადღებით დააკვირდნენ დენისის რაიმე კვალს. მისი აღწერით ის არის 5 ფუტი და 4 დუიმის სიმაღლის, ნაცრისფერი ქერა, მხრებამდე თმით. სავარაუდოდ მას ეცვა მუქი ზამთრის ქურთუკი, ღია ცისფერი ქუდი, რომელზეც ანტარქტიდა ეწერა, ასევე ნარინჯისფერი და ლურჯი შარფი და სათვალე. ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს ინვერნესის ოლქის სამეფო კანადურ ცხენოსან პოლიციას, ნომერზე 9-218-222-2013 ან Nova Scotia's Crime Stoppers ნომერზე 1-822-847. რჩევების გაგზავნა ასევე შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე ან P3 Tips აპლიკაციაში.